ფიდო პაპა და პატიკოს ფაფა. ფიდო პაპას ფრიდონი ჰქვია, მაგრამ ყველა ფიდო პაპას ეძახის, დიდიც და პატარაც. ეს სახელი მისმა შვილიშვილმა, პატარა პატიკომ დაარქვა და მერე ყველას მოეწონა. ფიდო პაპა და პატიკო დიდი მეგობრები არიან. ხშირად ერთად ჭამენ. პატიკოს ფაფის ჭამა არ უყვარს, მაგრამ ფიდო პაპასთან ფაფასაც გემრიელად მიირთმევს. ფიდო პაპა ფაფის ჭამისას ისეთ ზღაპრებს უყვება, ისეთ ზღაპრებს, რომ ფაფა უცებ თავდება. დედასთან ასე არ არის. ამიტომ ფაფის ჭამა ფიდო პაპასთან უყვარს პატიკოს. ერთხელ დედამ დიდი თეფშით დაუდგა ფაფა ფიდო პაპას და პატიკოს. თვითონ მეორე ოთახში გავიდა. იქ დედას მეგობარი იყო და დედა მას ელაპარაკებოდა. ფიდო პაპამ ზღაპარი დაიწყო. ეს ზღაპარი ერთ მონადირეზე იყო. მონადირე ტყეში წავიდა და იქ დიდი დათვი შეხვდა. მონადირეს თოფი არ ჰქონდა, მაგრამ დიდი ჯოხი აიღო და თავში ჩასცხო დიდ დათვს. აი ასეო, ხელი გაიქნია ფიდო პაპამ. პატიკომაც გაიქნია ხელი და უცებ პატიკოს ფაფა თავისი თეფშიანად იატაკზე დავარდა. ფაფა დაიქცა. ფიდო პაპა და პატიკო უცებ გაჩუმდნენ. ხან თეფშს უყურებენ, ხან ერთმანეთს. მერე სიცილი დაიწყეს. ჩუმად გავიდნენ აბაზანაში, იატაკის ჯოხი აიღეს და ტილო გამოიტანეს. იატაკიდან ფაფა სიცილით მოწმინდეს, პატიკოც იქ იყო და პაპას ეხმარებოდა. მერე ქვაფში დარჩენილი ფაფა სხვა თეფშზე ამოიღეს და ზღაპარიც გააგრძელეს. როცა დედა შემოვიდა სამზარეულოში, ზღაპარიც დამთავრებული იყო და ფაფაც. დედას ძალიან გაუხარდა. აი, რა კარგი ბიჭები ხართ, როგორ ბევრი ფაფა შეჭამეთ, სიცილით უთხრა პატიკოს და ფიდო პაპას. დედას ფაფის ამბავი არ გაუგია. აი, ასეთი მეგობრები არიან პატიკო და ფიდო პაპა.